Mashase, Nemtsoli, Shemgan Khelmarjniv, Nikolas Sabanadze, Nikolazi არის 18 წლის. ნიკოლოზის სიმაღლე 185 სანტიმეტრი. მისი წონა 70 კილოგრამი. წარმოადგენს GM Fight Academy, თბილისი, საქართველო. ნიკოლოზის მეტოქე, ნიკა ბაღიშვილი არის 17 წლის. მისი სიმაღლეა 170 სანტიმეტრი. ნიკა იწონის იგივენაირად როგორც მეტოქე 70 კილოგრამს. ის იმძვის კლუბი ჭყონდიდიდან მარტვილი საქართველო. ნიკა ბაღიშვილი მეგობრებო. ძალიან საინტერესო ბრძოლა არის, ორივე მებრძოლი გამოცდილ მებრძოლია და ასევე 15 სანტიმეტრით მაღალი არის საბანაძე, რაც ანუ სტილისტიკურად ძალიან განსხვავებული ორთაბრძოლა იქნება. ერთი შედარებით ახლოს ბრძოლას, მეორე კი მეორე ნომრად. ნახოთ საბანაძე თავის წვდომს და სიმაღლეს როგორ გამოიყენებს, აგრესიულად და კარგი მუხლები საბანაძეს. კარგი მუხლი ისევ ნიკას არ აინტერესებს არც სიმაღლე, არც წვდომი, წინ მიდის წინ აგრესიულად თავისი მიზნისკენ. უნდა შორიდან უნდა დისტანციდან უნდა ემუშაოს საბანაძე. კარგი მუხლი, თუმცა არ დააყონა პასუხმა ბაღიშვილისგანაც. ბაღიშვილს ხელები აქვს, მაღლა მჭიდრო დგას, ასე ვთქვათ, თაიგარდი აქვს და წინ მიდის. შეკრული მებრძოლიც არის და ყველა დარტყმაში თავის ტონას დებს. ხოლო საბანაძე კი პირიქით მეორე ნომრად, მაგრამ ისიც აი ჰუკროსით კარგად იწყებს საბანაძე დარტყმებს, თუმცა შემდეგ პასუხი საკმაოდ მუხლებს ამუშავებს კარგად. ძლიერი პასუხი აქვს ბაღიშვილს. აი საბანაძეს კაპიტულება მისცემს საჭმა, აი კლინჩთან დაკავშირებით. შეუძლია ბაღიშვილს უფრო მეტი აქცენტი აი მუცელზე გაამახვილოს. წნეხში აქვს საბანაძე და ეს გამძლეობისთვის ძალიან ცუდი არის. რაც კარგად ესმის ბაღიშვილი. მაგრამ უტარებს არ ყოფს იქით საბანაძე. ცეცხლოვანი ბრძოლა არის მეგობრებო, ნამდვილად. არ ზოგავენებთ ერთმანეთს მებრძოლები. კარგი იყო აკროსი. ასევე საბანაძეს ბაზაც თავიდან კარატისტი იყო მე როგორც ვიცი და ფეხებს იყენებს. სანიშნავო. კარგად ემუშავა და შემდეგ 1-2 კარგად მიაყოლა. ტემპი დავარდა შედარებით. ძლიერად მუშაობს ბაღიშვილი, აი ხელით უშვებს ძალიან ძლიერ დარტყმას. კი, ჰუკებს მუშაობს ძირითადად, აქცენტირებულ ჰუკებს მუშაობს. აი ეგრეც უნდა იყოს სიმაღლიდან გამომდინარე, ახლოში შედის, არ ღვივს დარტყმებს და კარგი ჰედკიკი ახლა დავიდა, თუმცა არ იყო ისეთი ძლიერი. კიდევ ერთი ჰედკიკი საბანაძესგან. კარგი მუხლი აქვს სახეში. ამოქოქა ეხლა შედარებით, აი კომბინაციური შეტევა განახორციელა საბანაძემ, აპკიკი, მუხლი თავშიც. მუხლებია კარგად ამუშავებული საბანაძე. მუცელზე უფრო მეტი დარტყმა სჭირდება ბაღიშვილს. სწორედ საკმაოდ ხრის ბაღიშვილი თავს. უნდა მეთქვა და არ უყურებს მიზანს. ხო, უნდა გაითვალისწინოს საბანაძესგან ეს შესანიშნავი ნოკდაუნი. ნოკდაუნში გავუშვა. დარტყმა გაატარა, ბრავო. მარჯვენა ჯოდანი მოუსწრო ბაღიშვილს აქ გადარჩა ნოკდაუნის მერე პირველ რაუნდში მორჩა, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან ტექნიკური ეს შედარებით აი question mark-ის სტილში იყო. მუხლი მოკეცა და შემდეგ უპირატესობა წამოიღო აქედან ამ ნოკდაუნის გამომდინარე საბანაძემ. ძალიან ლამაზი და ტექნიკური დარტყმა იყო, აი მომენტში ჩაუსვა. განმეორებაზეც გვაჩვენებენ ალბათ. ბრავო ბიჭებს მართლა ორივე ძალიან კარგად მუშაობს. შეუძლია ახლა საბანაძემ ზუსტად
აი ამ დარტყმიდან გამომდინარე იმუშავოს, უფრო მეტი ყურადღება გაუმახვილოს ზუსტად აი მუცელზე შეუძლია მას მაიგერებით, მუხლებით, დომით ამის გამოყენება. ბაღიშვილს კი რა თქმა უნდა უფრო მეტი ყურადღება მართებს. მინდა ვთქვა, რომ საბანაძე თავის სიმაღლეს მართლა კარგად იყენებს შორიდან, ფეხებით აზიანებს, მუხლებით, ხოლო ბაღიშვილი მიიწევს წინ და კარგად იყენებს თავის რაც ყავს წლეხში. რაც აქვს შესაძლებელი, იმას აკეთებს უბრალოდ უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ახლა მას. და ზუსტი დარტყმები რა. ძალას ატანს უბრალოდ მისდამდე ვერ მიდის ეს დარტყმისო. აქ არისო ისეთი არაფერი. კარგი კომბინაცია ისევ ბაღიშვილი აფეთქდა. აი სწორ დარიგებებს ახლა აძლევს ახლა საბანაძეს მწვრთნელ და ხაზზე არ უნდა აი არ უნდა დაუდგეს საჩეხაოდ და კუთხესთან, უნდა გამოვიდეს, გამოიყენოს თავისი მწვრთნელობა. კარგი მუხლი იყო. კარგად შეახვედრა ახლა მუხლები, თუმცა გაუტარებს დარტყმას ბაღიშვილი. ამაზი დარტყმა ცოტათი გავიდა მგონი ბაღიშვილისგან. აი თუ დააკურდები აი როგორ მაიგერებს მუშაობს მუცელში საბანაძე თუმცა გაატარა საკმაოდ ბევრი დარტყმა ახლა ბაღიშვილი და ნოკდაუნი არა წამოწავაგან ჯანძლიერი იყო ნოკდაუნი არ არის თუმცა საკმაოდ კარგი და ახლა ბაღიშვილი ძალამაზით ა კარგი ბრძოლა მიდის მართლა არ უნდა აყვეს ახლა ბაღიშვილი ემოციებს ცოტა დაიწყო და ეს იმოქმედებს მის ბრძოლაზეც ეს ემოციებზე აყოლა უნდა დამშვიდეს და თავისი გეგმა შეასრულოს თავისი აი მუხლებისგან რასაც ხედავ მუცელიც ოდნავ დაზიანებული აქვს ბაღიშვილს და აქცენტი ძირითადად მუცელზე გადააქვს კომბინაციის შემდეგ აი როგორი განსხვავება არის აი სამოყვარულო და პროფესიონალურ ბრძოლებში თქვენ თვითონაც ნახავთ ძვირფასო მაყურებლებო და ხედავთ ამ ყველაფერს სიზუსტე უფრო ფასდება დამცავის გარეშე ერთმანეთს უსტმადამს დაიღალნენ თუმცა ბოლომდე უნდა იბრძოლონ რა თქმა უნდა გამარჯვებისთვის აი ფეხებით ემუშავება ასე თქვა სტაფ ფიქებს თვითონ მიყვება ბაღიშვილი ამ დარტყმას უნდა გადაყოს შეუძლია საბანაძეს მან გამოჭერა თელი ძალით უნდა რომ დაარტყას მაგრამ სულია ეგრე ორივე მებრძოლი დაიღალა ხა აი კარგი მარჯვენა უერენდი გაუტარა ახლა ბაღიშვილმა კარგი თავში მუხლი კი აი ხრის ძირითადად ბაღიშვილი და თან მოწინააღმდეგეც იყენებს ამ ყველაფერს კლინჩის მუხლი ეს შუბში მოხდა ტბაში რო ყოფილიყო სხვა შედეგი გვექნებოდა შემიაზრით კარგი დარტყმა ბაღიშვილისგან კიდევ ბაღიშვილი აქტიურობს ხა კიდე მუხლი დაუყვედრა ბოლო 10 წამი რასაც ვაკვირდებით ბაღიშვილი საკმაოდ გააქტიურებული არის და მუშაობს კომბინაციურ გაწმებს რომ ეტოქე დაიღალა და აწვება იხ თქვენ თვითონაც ხედავთ აი როგორ მიყვება დარტყმას ბაღიშვილი ერთი მხრივ თუ ეს დარტყმა მიზანში გავიდა კი თავის გეგმა შეასრულოს მაგრამ ამავდროულად სახიფათო არის თან ენერგიასაც აწვის როდესაც მთელი კორპუსი თავთან ზარყვას ბევრი ენერგიას მიაქამას. საკმაოდ დაძაბული მეორე რაუნდი ვიხილეთ ბექა და ნახოთ აბა მებრძოლები აი მესამე რაუნდში რომელი უფრო გადატეხავს ამ უპირატესობას თავის. სტილისტიკურად ძალიან განსხვავებული არის ერთი შორი და ხელებს ჩამოშებული იბრძვის ფეხებით მეორე კიდე სულ ჰაიგარდით მიდის ახლოზე. ნახოთ მესამე რაუნდში რომელი უფრო გამოიტანს შედეგს. ორივე მებრძოლი საკმაოდ დაღლილიც არის აუღნიშნოთ თავიანთი ბრძოლიდან გამომდინარე ბუნებრივიც არის მაგრამ აი ზუსტად ეგ არის საჩემპიონო რაუნდი და გამოჩნდება ნამდვილად ხასიათი მომზადება შემართება და ყველაფერი უნდა ჩადონ მებრძოლებმა ამ რაუნდში ბრძოლის მოსაგებად ერთი გამორჩეული ბრძოლა არის ჯერჯერობით მინდა გითხრათ ივენზე ნამდვილად
აი ძლიერი დარტყმებია ხა ბაღიშვილის შეკრულად overhead-ებს მუშაობს ძირითადად უკებს უხლისი ნოკდაუნში ახლა ბაღიშვილი მიუთითამ საჭრომ აღში მოხდა ანდირებს რომ წელს ქვემოთ მოხდა დარტყმა ახებში მოხდა წელს ქვემოთ მაგრამ ნოკდაუნს უთვლის საჯი მთავარი მსაჯი ნუ შეიძლება ნოკდაუნიც და თეთრი დროშა შემოაგდეს თუ აკა საწმინდა შემოაგდეს თეთრი დროშა ოდიში ხა ის ყოველთვის გავუგებთ ოდეს გიხდით ამ ყოველთვის და წავიდა ვაგრძელებთ გაძაბულ ბრძოლას ორი ნოკდაუნი აქვს ბაღიშვილს ამ ეტაპზე და მართლა იჭირდება რომ არ მოასვენოს ორი დარტყმები კორპუსში ხა კარგად ემუშავება ბაღიშვილი კორპუსში კორპუსში ცილო კარგი პასუხი საბანაძესგან თავში ჰედკიკით ბაღიშვილს თითქოს გეგმა აქვს რომ კორპუსი დაუზიანოს მოწინააღმდეგეს ჯერე მისი გეგმა ახლა ამ ბრძოლის დროზე ადრე დამთავრება იქნება მეც ასე მგონია და იქ სჭირდება ჩემი აზრით ბაღიშვილს ბოლომდე უნდა ჩადონ მებრძოლება თავიანთი და ყველაფერი ნახევარია ასე კარგად მუშაობს აი კარგად აწובה ბაღიშვილი აგრესიულად დაიღალა ეხა საბანაძეს მაგრამ აინც თუმცა პასუხებს არ აყოლებს ხედავთ ეხა როგორი საბრძოლო სულისკვეთება აქვს მებრძოლებს არ ჩერდებიან ბოლომდე აყენებენ ერთმანეთს ზიანს აი ყურადღებით უნდა იყოს ბაღიშვილი ავისავად ლეგალური დარტყმა იყო მიაწვა კარგად ბაღიშვილი ახლა აი ხა ბოლო წამები არის მალე კარგი ჰეჩიკი ახლა საბანაძესგან გაატარა ხო თუ არ ხდება ბექა ის დაკრა ახლა რა არ შეიმჩნევა ისე მუცელში კარგი მუხლია ბაღიშვილის არა შედის ბაღიშვილის შედის თუმცა ნუ ხდება მასაც დარტყმები საკმაოდ ძლიერ დარტყმები ანიშნულებას ვერ აღწევს ეს იგრძნო ეს უკონის საბანაძე მარცხენა ჰუკის სახეში უნდა მიყვეს უნდა მიყოლო და მაგ დარტყმას ბაღიშვილი წავიდა აბა ვნახოთ სახეში ნახოთ დეკიკისელობა ბოლო წამები და ცოტა გააკდა ბაღიშვილს ახლა და კარგი ეს უარსები დროის შემდეგ მოხდა ბოლო ორი დარტყმა შესანიშნავი ბრძოლა ცეცხლიდან ეს მებრძოლებმა გასიტყვი შენ როგორი ბრძოლა იყო მე ნასიამოვნები დაუჩი მაგრამ არ შეიძლება ასე არა ბიჭებს არ თავი ენანება კაცაკმოვადი და რაო კარგი ბრძოლა იყო ეს ყველაფერი მართლა ცეცხლოვანი ბრძოლა იყო აი რასაც ნიშნავს ცეცხლოვანი ბრძოლა ეს იყო რა და არ დაზოგეს ერთმანეთი და არც საკუთარი თავები დაზოგეს ორივე ხედავთ რომ დაკანწული არის მაგრამ ბოლომდე იყვნენ ფეხი ძალიან ძნელია ასეთ თანაბარ და ასეთ სანახაობრივ ბრძოლაში რომ გამოავლინონ საჯებმა გამარჯვებული თუმცა დათვლილია და ვიცით თუ ვინ არის გამარჯვებული მაშასე ამ ბრძოლაში უბრალოდ ხოლმე ძალიან სანახაობრივ ვართ ამ ბრძოლაში აპლოდისმენტები დაიმსახურეს ამ ბიჭებმა ნახდათ ხოლო რაც შეეხება მსაჯებს მათ ასე დაითვალეს რომ ამ ბრძოლაში გამარჯვებულია ვინა ნიკა გამოიცანი რომელი ხო თქვენი საზრით
ხოლო მსაჯები კი ფიქრობენ, რომ გამარჯვებულია ნიკოლოს საბანაძე! ბრავო. მიულოცოთ ბექა ნიკოლოს ნამდვილად დამსახურებული გამარჯვება მე მინდა თავისთავად წარმატებები. ხოლოდ რომ დავაფასოთ ნიკა ბაღიშვილის თავდადება მართლა და გავაცილოთ აპლოდისმენტების ქუხილი. სიტყვა გინდა ნიკა? შენ სიტყვა დაიმსახურე. ბაღიშვილმა თავისი შემართება. მოგესალმებით ყველას. მოკლედ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო არ ვიყავი ფორმაში, მაგრამ შემდეგ ივენზე მინდა რომ რევანში ავიღო. და იმედია ორგანიზაციამ შესაძლებლობას მომცემს. აქედანვე გამოიწვია ბაღიშვილმა საბანაძე. მოთხოვნა დაფიქსირებულია? ამ ყველაფერს. მე პირადად თხოვ მაქს ფაიტს რომ ეს შესაძლებლობა მოგცენ. თუმცა ახლა კი შენს სეხნიასთან ვარ. ნიკოლოს, ეს შენი საღამოა. გითხარი, რა გზნობებით ხარ ახსავსე? ფრიად სერიოზულ განსაცდელში გაგატარა შენმა სეხნიამ და გვიამბე, აბა როგორი იყო? მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობა ჩემ ტრენერს, ბიჭებს, გუნდელებს, მამა ჩემს ყველას, ვინც მე მუშაობდიობდა. აგერიხეთ ჩემ ბიჭები. ვიქრობ რომ უნდა შევხვდეთ კიდევ. ოღონდ ჯერ ეროვნულები უნდა დავწერდა მე. წარმატებები ეროვნულ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ იგივენაირად გაართმევ თავს როგორც ამ ბრძოლას და მე ინფორმაცია მომივიდა კულისებიდან, რომ შენ თურმე ცაცია არ ახარ. არა ვარ, მაგრამ ორივე ჩხუბობ რა. შესანიშნავი, მით უფრო აღსანიშნავია ეს გამარჯვება და ეს ბრძოლა. ნიკოლოს საბანაძე მეგობრებო. დღეს შენი საღამოა ნიკოლოს. ისე იმე. ბრავო.